ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 26 პირია დაკავებული 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა აქედან 3 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. დანაშაულებით 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული დაკავებულები, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებული არის სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გრძელდება საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები. Короче, როგორი სიტუაცია? დილი აცილებს სულ სახში. აიცი კიდევიცი, პატიეს დღეს გავიგებ ყველაფერს. და იგი ზოში მაგიდა, ყველა შეიძლება რომ ჩამოდის მაშინ და გამოყვანა. მე დაიტრიე, თო მე მაგი რო არ დამემორჩილება, მე მაგასთან სამოქმედო მექნება და ოდო მე ამისწრე, მე მაშინ საქმის კურსი გაგენებდი, მაგრამ იგე, მე მაშინ უნდა ვიმოქმედო. აიცე, რა უბიჯო. მანდ დამორჩილება უნდა, ბიჭო, ხარ იგე, უნდა მოკიდო ხელი და ჩატერო მაგანაში. დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ასევე აკისრებდნენ თავიანთ სასარგებლოდ სხვადასხვა ფულადი თანხების გადახდას. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებები. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება